რამდენიმე კვირის წინ დავდე ვიდეო, სადაც დახმარებისათვის მოგმართეთ ჩემი არხის გამომწერებს. დახმარების ეს თხოვნა მიემართებოდა არხის ტექნიკური განახლებისათვის საჭირო აპარატურის შეძენას. რადგან როგორც იმ ვიდეოში გულწრფელად ავხსენი, საკუთარი ხარჯებით ყოველგვარი დამხმარისა და სპონსორის გარეშე ვეღარ ვახერხებდი მოძველებული აპარატურის ახლით ჩანაცვლებას. ეს კი თავის მხრივ, ისედაც ენთუზიაზმით სავსე პროექტის არსებობას უკვე საფრთხეს უქმნიდა. სანამ თავარზე გადავალ, აუცილებლად მინდა წუხილით აღვნიშნო, რომ დახმარებისათვის მიმართე 10-ზე მეტ თქვენთვის კარგად ნაცნობ ტექნიკის მაღაზიას. ეს არ იყო მხოლოდ დახმარების თხოვნა. ვთავაზობდი მარკეტინგულ სარგებელს და იმ თანხის მაცავე მაღაზიაში დახარჯვასაც, რასაც გამომწერებისგან დონაციის სახით მივიღებდი. თუმცა 10 დღის განმავლობაში ჩემს მიმოწერებს მათ საკონტაქტო მეილებზე და ზარებს არავინ ყურადღება არ მიაქცია. კრიტიკულობის როგორი პრიზმიდანაც არ უნდა შევხედო, ჩემს მათდამის შეთავაზებას და სანაცვლო მოთხოვნას მიმაჩნია, რომ ეს იყო საუკეთესო კომბინაცია. თუმცა მათი ყურადღება რომ მიმექცია, თუნდაც უფრო ნაკლები გამომწერით. ალბათ სხვა სახის კონტენტს უნდა ვამზადებდე და არა საგანმანათლებლო შემეცნებისა თუ სამეცნიეროს. ყველაფერი გასაგებია. სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არც მქონია. თუმცა ქართული ბიზნესის დამოკიდებულება ასეთი პროექტების მიმართ სავსებით საწყენია. ტექნიკის მაღაზიებიდან განსხვავებით, საკმაოდ გულისხმიერი, გამგები და გვერდით მდგომი აღმოჩნდნენ ჩემი არხის გამომწერები. რისი მოლოდინის ნამდვილად მქონდა. ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში YouTube არხზე მყავს 28600-ზე მეტი გამომწერი. TikTok-ზე კი 25000-ზე მეტი. ვიდეოს ჩაწერის მომენტში ფინანსური დონაცია გაიღო 40 გამომწერმა და ჯამურად ჩარიცხულმა თანხამ TBC-სა და საქართველოს ბანკის ანგარიშებზე შეადგინა 992 ლარი, 1000 ლარი. ზუსტად ეს თანხა მინდოდა დამეხარჯა ტექნიკის მაღაზიაში. მეყიდა საჭირო ნაწილი. დანარჩენი საჭიროება კი ამ მაღაზიასვე დაეკმაყოფილებინა. რის სანაცვლოდაც ამ ეპიზოდშივე გაუკეთდებოდა საკმაოდ მსუყე რეკლამა. თუმცა შედეგი უკვე იცით. ახლა კი გადავალ პოზიტიურ მხარეზე, რა ვიყიდე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში. როგორ ვიყიდე, რა თქმა უნდა, არ გადამიღია, რადგან ეს ზუსტად ის რეკლამა იქნებოდა, რასაც მათ ვთავაზობ. ახლა კი ჩემებული unboxing-ის იგივე გამყუთვის დროც მოვიდა. მე თქვენს მიერ შემოწირული თანხით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო ვიყიდე, ეს საკმაოდ კარგი ხარისხის მონიტორები, რომელსაც უკვე ხედავთ ჩემს სულკან. აქამდე მქონდა 12 წლის წინ ნაყიდი მონიტორები და თან სხვადასხვა ზომის. ერთი 17 ინჩიანი, მეორე კი 24 ინჩიანი. გამოსახულებების ზომას შორის იყო საკმაოდ განსხვავებული აცდენა, რაც დისკომფორტს მიქმნიდა მუშაობისას. განსაკუთრებით კი მონტაჟისას, რადგან ვინც монტაჟი იცით, დამეთანხმებით რომ სასურველია ერთი ზომის ორ მონიტორზე ხდებოდეს ეს ყველაფერი და ეს საკმაოდ კარგი MSI-ის გეიმინგ მონიტორები ვიყიდე, გეიმინგ იმიტომ რომ მკვეთრად აჩვენებს კონტრასტულად, ასე ვთქვათ, ფერებს გამოსახულების. კომპიუტერის შიგთავსის და სიმძლავრის განახლება სამწუხაროდ ვერ შევძელი, რადგან ეს ბევრად უფრო დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ აუშავს მომავალში ამასაც მოვახერხებ. ამ ორ მონიტორში სულ გადავიხადე 650 ლარი. დანარჩენი თანხით, ანუ 342 ლარად კი ტემუზე ვიყიდე ყველაფერი ის, რაც მინიმალისტურად მჭირდებოდა და ესენია. დისტანციური მიკროფონის იმიტატორი ლოგოს კუბით შესაძლოა გამომადგეს ღია ინტერვიუებისთვის, სტუდიის მიღმა ინტერვიუებისთვის, ასევე დამატებით მწვანე ფერის დამცავი ღრუბელი მიკროფონისთვის, ხმის პულტი, ერთგვარი პორტატული მიქსერი, იმ მქონდა, მაგრამ უკვე დაზოილდა და ღილაკებიც აღარ მუშაობს გამართულად. ამიტომ ხარმეზებისგან დასაცავად გადავწყვიტე ახალი თაობის ხმის მარეგულირებელი მეყიდა. კიდევ ვიყიდე მეხსიერების პორტატული გადამტანი, რითაც შევძლებ დიდი ზომის ფაილების გადატანას უკვე თავისუფლად და არა დანაწევრებით. მოძრავი გადაღებისათვის, რათა კადრი იყოს ურყევი, გამოვწერე მობილური ტელეფონის სტაბილიზატორი, რომელიც საკმაოდ ხარისხიანი ჩანს, უკვე დავტესტე და კმაყოფილი ვარ. ასევე ტემუნდან გამოვწერე ეს სტუდიური განათება, რომელიც ძალიან ძლავრი არ არის. თუმცა იქ, სადაც კოდი მზადდება, იმ სივრცისათვის სრულიად საკმარისი ნათება აქვს. თან ნათების 3 განსხვავებული რეჟიმით. და ბოლოს ჩამონათვალეს შვიდეულშია ეს ფონის ფერადი რკალური განათება, რომელსაც აქვს დისტანციური მართვის პულტი და ნათების სხვადასხვა რეჟიმი. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი კმაყოფილების განცდა.
თქვენგან გამოხატული თითოეული თბილი შეტყობინება თუ ის თითოეული, რომელიც არსებული ეკონომიკური პრობლემების პირობებში შეძენით, რომ ამ პროექტისათვის გაგეღოთ. მერწმუნეთ, ჩემი მხრიდან არის უზომო მადლიერებით დაფასებული. ვეცდები თქვენი მონოდინები გავამართლოთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი თემებითა და შეცვლილი ფორმატით, თუმცა უცვლელი პასუხისმგებლობითა და ხარისხით შემოგთავაზოთ საინტერესო ეპიზოდები. ამ განახლებული ტექნიკით უკვე სექტემბრიდან, რადგან სექტემბრამდე ფაქტობრივად ყველა ეპიზოდი მზად არის. კიდევ ერთხელ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ყველა გამომწერს მხარდაჭერისათვის. რაც შეეხება დონაციის მსურველებს მომავალში, თუ ვინმეს გექნებათ დახმარების სურვილი ამავე ეპიზოდის აღწერაში მითითებულია საბანკო მონაცემები. ასევე კვლავ ღიად ვრჩები სასპონსორო თუ სხვა სახის მხარდამჭერის შემოთავაზებებისთვის. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.